მე მესმის რომ წითელი ხალიჩა ბევრს არ მოეწონა, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო მაშინ იმ ხალხმა, ვისაც წითელი ხალიჩა არ მოსწონს, გითხრა სხვანაირად უნდა როგორ შეიძლებოდა რომ ეს მომხდარიყო. შეიძლება ლურჯი ხალიჩა ყოფილიყო თვალში ნაკლად მოსახარე. ტრამპი დასავლელი ლიდერებიდან თუ არ ჩავთვლით ახლა ორბანს, ტრამპი არის ერთადერთი, ვისაც პუტინი ესაუბრება. როდესაც ხდება ასეთი შეხვედრა, ახლა რაღაცა ელემენტარული პროტოკოლური მომენტები უნდა იყოს გათვალისწინებული, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ტრამპის პიროვნება, მას უყვარს ზოგადად ხელის ასეთი ჩამორთმევა, იქ ბუნებრივია იქნებოდა წითელი ხალიჩა და ბუნებრივია რომ იქნებოდა ასეთი მისალმება. ის რაც არ იყო ბუნებრივი და რატომღაც ის გამორჩება თხოლმე ხშირად კრიტიკოსებს არის ის რომ თავზე გადაუფრინა პუტინს და ჩვენ ნახეთ მისი რეაქცია თვითმფრინავმა რომლის მსგავსიც რუსეთს არ აქვს რომელმაც თავისი გასროლა უკვე გააკეთა ირანის მიმართულები და დაადუმა საკმაო ხანით ალბათ ირანი და პუტინი ჩაატარეს F-32 თუ რაღაც ტიპის თვითმფრინავებთან რომლის სიმძლავრეს და სიძლიერეც ასევე ძალიან ბევრ ქვეყანას გამოუცია და ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დემონსტრაციულად გაუქმდა სადილი თუ რაც უნდა ყოფილიყო ლანჩი ეს გაუქმდა არ გაგრძელდა შეხვედრა იმდენი ხანი რამდენი ხანიც იყო დაგეგმილი შეხვედრიდან ტრამპი არის გამოსული გაბრაზებული ანუ კულუარული ინფორმაციას ასეთია რომ ტრამპმა გაბრაზებულმა დატოვა ეს შეხვედრა და ეს როგორც მინიმუმ კმაყოფილმა არ დატოვა გაბრაზებულმა დატოვა ეს არის სინამდვილე ამას გარდა პუტინს მოუწია ამ შეხვედრის გამართვა არა სადმე ნეიტრალურ წყლებში სადმე გემზე ან როგორც ვთქვათ რეიკიავიკში ჟენევაში როგორც ვთქვათ რეიგანი ხდებოდა გორბაჩოვს ან კიდევ ვთქვათ მალტაზე და ასე შემდეგ არანაირი ესეთი ნეიტრალური ტერიტორია არ იყო არჩეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია ეახლა პუტინი ტრამპს და ეახლა სამხედრო ბაზაზე ხა ესეთ დეტა თუ რაღაც წითელ ხარატო მარტო წითელი ხალიჩა იქ ყველა შემთხვევაში იქნებოდა ელემენტარული დავაზუსტოთ მოდიოდა პუტინის მხრივ ანუ მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზაზე ტრამპს ეახლა პუტინი ეგ არის სინამდვილეში 8 წუთი ილაპარაკა პუტინმა ამას სულ 4 წუთი არ ილაპარაკა როცა ვიცით როგორ უყვარს ტრამპს საუბარი ესეც მიუთითებს იმაზე რომ პუტინ ნახეთ ამ შეხვედრიდან შეიძლებოდა გქონოდა კარგი ან უკეთესი შედეგი ჩვენ არ გვაქვს უკეთესი შედეგი გვაქვს კარგი შედეგი არანაირი კარგი შედეგი ამ შეხვედრას პუტინისთვის არ მოყოლია მე ამ პოზიციის ვარ მე ასე მგონია ის რომ ლავროვი SSR-ის მაისურით იქ ეახლა ეს იმას ნიშნავს რომ მას ეოცნებება ის რაც ქონდა რაც არ აქვს ანუ ეს უკვე სუსტის პოზიციიდან ლაპარაკს ნიშნავს იქ იყო სუსტი პუტინი და იქ იყო ძლიერი ტრამპი მოდით ახლა დაუბრუნდეთ რა ხდება ხო ამ შეხვედრამდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხო ის რაც უნდა ტრამპს ეს არის ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში შეჩერება რაღაც ნუ ამ ეტაპზე შეჩერება ამ სისხლისღვრის და რუსეთის გამოგლეჯვა ჩინეთისგან იმიტომ რომ დღეს რუსეთი დიდწილად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ გლობალურ მოქიშპეზე ჩინეთზე პუტინი ტრამპი რუსეთს უყურებს როგორც ისტორიის დაღმართზე მყოფ ქვეყანას ის რაც მას აწუხებს არის ჩინეთი ხოლო დღეს რუსეთი არის ქცეული ჩინეთის რაღაცა დიდ სათამაშოდ საფრთხო სათამაშოდ რა არ უნდა პუტინს რაც არ უნდა პუტინს ეს არის ცეცხლის შეწყვეტა რატომ არ უნდა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა პუტინს ანუ რა ტერიტორიებიც არ უნდა მოუხაზონ პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტა არის ყველაზე უარესი სცენარი შეიძლება საბედისწერო სცენარი მისთვის რატომ იმიტომ რომ მთელი ეკონომიკა აქვს დღეს გადართული საომარ ეკონომიკაზე ხო აი წარმოიდგინეთ რასაც აწარმოებს მიდის და აფეთქებს მერე უკრაინაში ხო ეს ეკონომიკა გადმორთოს ჩვეულებრივ ეკონომიკაზე არ არის ადვილი და ამას დაჭირდება დრო მეორე წარმოიდგინეთ თუ შეწყდა ცეცხლი რუსეთი აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში როგორშიც იყო დაახლოებით აი არ არის ახლა შეიძლება ზუსტი შედარება მაგრამ კიდევ ვამბობ დაახლოებითი შედარება რომ გავაკეთოთ 1917 წელი როცა რუსეთი გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან და ფრონტის ხაზიდან წამოსულმა სამხედროებმა მშიერმა სამხედროებმა გაბრაზებულმა სამხედროებმა რომ არ იცოდნენ რა ეკნათ ბოლოს ლენინს გაყვნენ და კი ვიცით მე რუსეთში რა მოხდა რამდენი
რამდენიმე ასეული ათასი სამხედრო უნდა მოხსნას თუ ომი შეჩერდა ხო თუ ცეცხლი შეწყდა ხო ამას გარდა მოუწევს თქვას ზუსტი რიცხვი რამდენი ადამიანი დაიღუპა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახია რომელმაც არც იცის რუსეთში რომ მისი შვილი თუ ქმარი ძმა თუ მამა თუ ასე შემდეგ ცოცხალია ხო მოუწევს გაუნკლავდეს ამ დაბრუნებულების პრობლემას და გაუნკლავდეს აგრეთვე ომში დაშავებულების პრობლემას ეს ერთხელ რუსეთმა ავღანეთიდან რომ გამოიყვანა ეს ეფექტი ერთხელ მას ნანახი აქვს და ავღანეთიდან რუსეთის ჯარების გამოყვანას ერთ-ერთი ეფექტი ისიც იყო რომ საბჭოთა კავშირი უბრალოდ დაიშალა საბჭოთა რუსეთი მაშინ დაიშალა ანუ ამ შეხვედრამდე პუტინს არ ასდროს პუტინს არ ენდომება ცეცხლის შეწყვეტა ტრამპს უნდოდა რომ ცეცხლის შემწყარიყო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ არის დანარჩენი რაც არის ყველაფერი არის საბოლოო ჯამში ცუდი პუტინისთვის შეიძლება ცეცხლი რო არ შეწყვეტა ეს არის ცუდი რა თქმა უნდა უკრაინისთვისაც მაგრამ გარწმუნებთ რომ დანარჩენი ყველაფერი საბოლოო ჯამში არის აქეთ ჩვენს